სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის მიზნით უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, ასევე საბოტაჟის მცდელობის ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გენერალურ პროკურატურაში ერთიანი ნეიტრალური საქართველოს წარმომადგენლები გამოიკითხნენ. საგამოძიებო უწყებაში დღეს ორი მოწმეა დაბარებული. მარიამ ქართველიშვილი დეტალებით. პირველი ვინც საგამოძიებო უწყებაში გამოსაკითხად მოვიდა არის ბიძინა გიორგობიანი, ერთიანი ნეიტრალური საქართველოს წარმომადგენელი. 4 საათზე მეტია, რაც თავარ საგამოძიებო უწყებაში იმყოფება. მოწმემ ვიდრე გამოკითხვაზე შევიდოდა, ჟურნალისტებთან თქვა, რომ მიიტანს და წარადგენს მტკიცებულებებს, რომლებიც თავის მხრივ პირდაპირ ადასტურებს, რომ ქვეყანაში მოქმედებს პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც დაკვეთებს იღებს უცხოეთიდან და ასევე ფინანსდება უცხოეთიდან. მიზანი კი არის ქვეყანაში ხელოვნური კრიზისების შექმნა, დესტრუქცია და საბოტაჟი, რაც საბოლოოდ ქვეყნის ეროვნულ ინტერესების დაზიანებამდე მიდის. ბიძინა გიორგობიანი ამბობს, რომ პოლიტიკურ დანაშაულს სამართლებრივად უნდა გაეცეს პასუხი. ცოტა ხნის წინ გამოსაკითხად უკვე მეორედ მივიდა პროკურატურაში ნანა კაკაბაძე. ყოველი წევრი ჩვენი ჯგუფის, რომელიც გამოკითხებზე მოდის, წარუდგენთ ჩვენ იმტკიცებულებებს, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია და რომელსაც ვთვლით, რომ შესაბამისობაშია იმუხლებთ და რომელზეც ჩვენ მოვითხოვეთ გამოძიების დაწყება. დანარჩენი უკვე იმ უწყებების გადასაწყვეტია, რომელიც ამ გამოძიებას აწარმოებენ თვითონ და კვალიფიკაცია უნდა მიცენ ამ ჩვენი აზრით ჩადენილ დანაშაულს საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელსაც ყოველდღიურად განგრძობადი ხასიათით აკეთებს ნაციონალური მოძრაობა და მათი სატელიტური პარტიები საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ თავიანთ მოკავშირეებთან ერთად. გახშირდა შეტევა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტზე და ამას ყავდა თავისი, ესე იგი, შემსრულებლები, ხელმყოფელები, უпростоრედ სუვერენიტეტის, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ვითხოვთ, რომ ყველა ის პირი გამოვლენილ იქნას, ყველა ის პირი, რომელიც მონაწილეობს ქვეყნის დესტრუქციაში, ქვეყნის ჩამოშლაში და საბოტაჟში საქართველოს წინააღმდეგ. პროკურატურაში დაბარებული მოწმეები პირდაპირ ადებენ ხელს იმ 4 ოპოზიციურ პარტიას, ბარიარ გადალახულ პარტიებს და ამბობენ, რომ პოლიტიკური დანაშაულის გამო პასუხი უნდა აგონ სამართლებრივად, ბუნებრივად ჩნდება კითხვა საგამოძიებო უწყების დაინტერესების შემთხვევაში ითანამშრომლებენ თუ არა გამოძიებასთან, თუმცა ამაზე ოპოზიციის მხრიდან პასუხი უკვე მოვისმინეთ. ისინი ამბობენ, რომ ბოიკოტის რეჟიმს უცხადებენ და გამოძიების შეკითხვებზე პასუხებს არ გასცემენ. პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ოპოზიციას აქვს დასამალი და კარგად იციან, რომ ეს გამოძიება პასუხობს სწორედ მათ ქმედებებს გასულ წლებში ჩადენილს, მათ შორის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას. სწორედ ამიტომ პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ოპოზიციას აქვს ეს რეაქცია და წინასწარ ანონსებს, რომ არ ითანამშრომლებს გამოძიებასთან. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ახლა პროკურატურამ უნდა გასცეს ყველა იმ შეკითხვას პასუხი, რომელიც საზოგადოებისთვის ისედაც ქართული ოცნების მხრიდან არაერთხელ გაჟღერებულა. საუბარი არის პოლიტიკური, საუბარი არის ქვეყანაში მიმდინარე დესტრუქციულ პროცესებზე, არეულობაზე, რომლის უკანაც მმართველი გუნდი ასახელებს სწორედ ოპოზიციას და მათ მოკავშირეებს უცხოეთიდან. მათ აქვს შიში, გამომდინარე იქიდან, რომ თავად ყველაზე კარგად უწყიან საკუთარი დანაშაულების თაობაზე, შესაბამისად, მათთვის საფრთხე შემცველია, ბუნებრივია ეს გამოძიება, რომელიც წარიმართება და აქედან გამომდინარე მაქსიმალურად შეესწებიან ბუნებრივია გამოძიებას თავი აარიდონ, თუმცა მე შეგახსენებთ, რომ სახელმწიფოს, კონკრეტულად პროკურატურას აქვს ყველა ბერკეტი იმისათვის, რომ სათანადოდ წარმართოს შესაბამისი გამოძიება დანარჩენ სტაბილურად. პოზიციის შეფასებებზე არ ვისაუბრებ, მათთვის ყველაფერი უსაფუძვლოა. რაც შეეხება გამოძიებას, ეს პროკურატურის პრეროგატივაა. მე არ ვარ ჩახედული იმ ინფორმაციას გარდასაჯარო განცხადებებისა, რაც გაკეთდა. შესაბამისად ჩანს იკვეთება გარკვეულწილად დანაშაულის ნიშნების არსებობა, თუმცა ნაადრევი არის ამაზე კომენტარის გაკეთება. პროკურატურა გაერკვევა და შესაბამისად ალბათ გვეცოდინება უფრო მეტი ამ განცხადებასთან დაკავშირებით. მტრულ საქმიანობაში დახმარება და საბოტაჟი მძიმე მუხლებით არის დაწყებული გამოძიება. პროკურატურა 10-მდე მოწმე უკვე გამოკითხა. ამ წუთებში კი 2 მოწმე ერთიანი ნეიტრალური საქართველოს წარმომადგენლები იმყოფებიან პროკურატურაში და გამოძიების შეკითხვებს პასუხობენ. ვინ იქნება შემდეგი მოწმე, ეს ჯერ უცნობია.